მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქროთ, ვინც გაინტერესებთ და რისი ეშინია ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა ყველაზე მეტად. აი ახლა ამ მომენტში, როდესაც აი ამ საჯარო გაშლას უყურებთ, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში რეალურად. რეალური ინფორმაცია მოისმინოთ და რისი ეშინია მას ახლა ყველაზე მეტად. მაშა სადამე დავიწყეთ. ნახოთ. ვარიანტი 3 გვექნება. ვარიანტი პირველი. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრება ახლა, ვარიანტი მეორე. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრება ახლა და ვარიანტი 3 გვექნება სულ. და გამოვიყენოთ ჩვენ, მოდი გამოვიყენოთ გასაღებები. ვარიანტი პირველი გვექნება აი ასეთი გასაღები. ვარიანტი მეორე გვექნება აი ასეთი გასაღები. კარგად ხედავთ. ვარიანტი მეორე გვექნება ასეთი გასაღები და ვარიანტი 3 გვექნება აი ასეთი გასაღები. სამივე ვარიანტი არის თქვენს წინაშე. პირველი, მეორე და მესამე. ახლა მინდა რომ დახუჭოთ თვალები. დაინახოთ კონკრეტული ადამიანის სახე. ახლა და ჩვენ ახლა გავიგებთ თუ ამ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება ახლა და რისი ეშინია მას ყველაზე მეტად. შეგიძლიათ არაკეთილის მსურველიც ჩაიფიქროთ. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია. მაშა სადამე, როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი სასურველი ვარიანტი, უფრო სწორედ თქვენთვის ინფორმაციულად სწორი ვარიანტი აუცილებლად მიგიზიდავთ გასაღების სახით. იმედია ყველამ აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? მე-15 არკანი არის ჩემო ძვირფასებო ადამიანი ახლა ამ მომენტში. ადამიანი ამ მომენტში თავს არ გრძნობს თავისუფლად პირდაპირ კეთყვით. ადამიანი ახლა ამ მომენტში გრძნობს ისეთ მიჯაჭულობას, ნახავთ ხარ ეს რის მიმართ გრძნობს აი ამ მიჯაჭულობას, რომელიც მისთვის არის ძალიან მტკინვეული. ეს მიჯაჭულობა მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გაშალოს ფრთები ისე როგორც მას უნდა, ხო? იყოს ისეთი თავისუფალი და იყოს ისეთი ლაღი, როგორც მას უნდა, ხო? ანუ ადამიანი არის კონკრეტულად, აი შემიძლია გითხრათ, გამოვიყენო ეს სიტყვა, მონობაში გარკვეული მიჯაჭულობისა და მოდით ვნახოთ რას ეხება ეს მიჯაჭულობა. და თვითონვე ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის ამ მიჯაჭულობაში, თვითონვე ძალიან დაღლილია ამ მიჯაჭულობით, იმიტომ რომ ხვდება რომ ეს ყველაფერი მას არ აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. პირველი ვარიანტი რის მიმართ არის მიჯაჭული, მოდით გავიგოთ. გასაგებია. ორიანების თასები. ნახეთ, ადამიანი პირველ რიგში არის მიჯაჭული, რაღაცა წარსულ გამოცდილებას ვერ უშვებს ადამიანი აქ. წარსულ გამოცდილებასთან არის, მტკინეულ გამოცდილებასთან არის მიჯაჭული, რომელიც მას სამყარო აზიარა და ეს გამოცდილება, ეს მიჯაჭულობა ეხება ორიანების თასებს, ანუ ეხება ძალიან დიდი ალბათობით ქორწინებას, პარტნიორულ ურთიერთობას, ორიანების თასები შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ მან ასევე რა თქმა უნდა ცხრიანების კვერთხებთან ერთად ძალიან დიდი და მტკინეული გამოცდილება მიიღო კონკრეტულ ან იღებს ახლა ამ კონკრეტულ ენერგიასთან დაკავშირებით და მისი მიჯაჭულობა არის, როგორ იცით, აი ძალიან უნდა რომ უფრო მეტად
მოდი ესე ვთქვათ, ჰარმონიულ ენერგიებში იყოს და უფრო მეტად ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ყველას არ ეხება, მაგრამ თავს ძალიან მცოდნეთ, ძალიან ჭკვიან ადამიანად უნდა რომ წარმოაჩინოს თავის თავი, ხო? მაგრამ ამ დროს საკუთარ მიჯაჭვულობებთან ვერ გამკლავებულ ამიხვდით, ხო? იმიტომ რომ ვერ უშვებს ეს ადამიანი რაღაც ესეთ გარკვეულ წარსულ ტრამვასა და ტკივილს, რომელიც მას მიენიჭა, ხო, გაკვეთილის სახით. თუმცა განმეორდები ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა და სურს რომ გამოჩნდეს, რომ იცი რა ეს ასე არ არის, ხო? მაგრამ ის შესაძლებელი არა წარსულ, არამედ ამჟამინდელ ნეგატიურ გამოცდილებასაც ეხებოდეს, მაგრამ ორიანების თასები ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ადამიანი განიცდის მიჯაჭვულობას, რომელიც მისთვის არის მტკინვეული და დამღლელი კონკრეტულად ორიანების თასებთან დაკავშირებით და მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ. რისი ეშინია კონკრეტულ ადამიანს ახლა ყველაზე მეტად, ხო? ასე რომ ადამიანი დაღლილია აი ამ ყველაფერში, რაშიც ის არის, ძალიან დაღლილია. ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელი ადამიანი იყოს კონკრეტულ ურთიერთობაში ახლა, მაგრამ ვერ ივიწყებდეს წარსულ ურთიერთობას და ვერ გამოდიოდეს ამ ურთიერთობიდან. ხო, ეს როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. რისი ეშინია პირველ ვარიანტს ყველაზე მეტად? ცით რეალურად ადამიანს თქვენ წარმოიდგინეთ. რეალურად ადამიანს ძალიან ეშინია მარტოობის, პირდაპირ გეტყვით. ამ ადამიანის პრობლემა ის არის, რომ მას ძალიან ეშინია მარტოობის და მას ძალიან სჭირდება ენერგია. ნახეთ, როგორი რაღაც არის, თუ ეს ადამიანი არ არის მარტო, მაშინ ის შესაბამისად თავს რაღაცნაირად საჭიროდ გრძნობს ვინმეს ცხოვრებაში. ანუ საჭიროა რომ ვიღაცისთვის ადამიანი იყოს კონკრეტულად საჭირო, იმიტომ რომ ის ამ საჭიროებიდან, ხო, როდესაც ის საჭიროა ვიღაცისთვის, იღებს სასიცოცხლო ენერგიას. გამიგეთ ხომ? და ეშინია რომ მას ეს ენერგია აღარ ექნება, ხო? ის იქნება მარტო, იქნება გამოფიტული და იქნება არაღიარებული, ხვდებით ხო? ანუ ადამიანს ასევე ამის ეშინია, ხო, რომ ის ვერ მიიღებს იმ აღიარების ელექსირს, რომელიც მას უნდა და ასევე მე-19 ორაკული გვეუბნება იმას, რომ მას ეშინია იმისა, რომ არ იყოს როგორ აგიხსნათ, გამოყენებული, არ იყოს მასხრად აგდებული, არ იყოს ცით როგორ ადამიანი ფიქრობს, რომ აი მე ზემოთ ვახსენე, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ და ნერვიულობს იმაზე, რომ აი ძალიან მარტივად რო გითხრათ რა, ადამიანი ოღონდ იყოს აღიარებული ვინმეს მხრიდან ან ვიღაცის ცხოვრებაში ოღონდ საჭირო იყოს, მაგრამ ის აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას იმას, რამდენად ადეკვატურ ადამიანებს ირჩევს ცხოვრების გზაზე, ხვდებით, ხო? მაგრამ განმეორდები მას ეს სჭირდება, იმიტომ რომ მიიღოს აი ეს ელექსირი სასიცოცხლო, რითიც ის უნთქავს, რომ მეცი მე მნიშვნელოვანი ვარ ამ ადამიანის ცხოვრებაში, რაღაცა როლი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი მას არ უყვირდება, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ ის უბრალოდ ეჯაჭვება და არაფერს ჰარმონიულს და არაფერს ლახს და ბედნიერს არ განიცდის, ხვდებით ხო? ანუ მთავარი არის ადამიანი, ვისაც ის აინტერესებს, ხო? მთავარია რომ იყოს ვიღაცა, ვინც მას აღიარებს, ხო? არ ვიცი, მის ანუ ძალიან დაბალი თვით შეფასება აქვს ადამიანს საბოლოო ჯამში, ხვდებით ხო? და ეს არის ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ რაღაცა აბსოლუტური სიცრუით, საკუთარი თავის მოტყუებით ცდილობს დაიმკვიდროს თავი და თან იტყუებს საკუთარ თავს, რომ ის მნიშვნელოვანია ვიღაცის ცხოვრებაში, ხვდებით ხო? და მას უჭირავს რაღაცა როლი მნიშვნელოვანი ვიღაცის ცხოვრებაში და რეალურად ამ ადამიანის შიშები ის არის, რომ ის ამ ადამიანს მარტო დარჩენის ეშინია, რომ იქნება არაღიარებული, რომ ვერ მიიღებს ამ აღიარების ელექსირს, რომელიც მას სჭირდება და საბოლოო ჯამში მისით ითამაშებენ, ხვდებით ხო?
იმიტომ რომ აშკარად ადამიანმა ჩათვალა რომ წარსულში მისით ითამაშეს ან ყოველ შემთხვევაში ისე არ მოექცნენ, ისე არ დააფასეს, ისე არ აღიარეს, ხო? აი თითქოს ადამიანს ეშინია რომ მას მოექცევიან როგორც პატარა ბავშვს, უნდა რომ იყოს სასიცოცხლო ელექსირი სხვებისთვის, უნდა რომ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ საბოლოო ჯამში მას ეშინია რომ ის დარჩება მარტო ან ეშინია, მარტოობის ეშინია, ვთქვით, ან არ იქნება აღიარებული და მას ან არ ვიცი, ეთამაშებიან, ან მასხრად არ ვიცი, აიგდებენ, არ ჩათვლიან სერიოზულად და საბოლოო ჯამში ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია იმის, რომ მისით ითამაშებენ, მოდი ასე ვთქვათ რა. კიდევ ერთი შიში მინდა ამოვიღო ამ ადამიანის, კიდევ ის ეშინია ადამიანს ჩაფიქრებულს. ამ ადამიანს ეშინია იმის, რომ დაინახავენ საბოლოო ჯამში სხვები მის შიშს, მის არასრულფასოვნების კომპლექსს და მის ტყუილს. და სხვათა შორის დაინახავენ იმას, რომ ის რადაც მოაქვს თავი და რაც უნდა რომ იყოს, საბოლოო ჯამში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მისი ტყუილების უკან დგას ძალიან დიდი ეშმაკობა, ვირეშმაკობა, მოდი ესე ვთქვათ და ის არ არის ნამდვილად ის, რაც თავი მოაქვს. სხვათა შორის ვინ ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი შესაძლებელია იკეთებდეს საკმაოდ ბევრ ტატუებს, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, ანუ ამით ცდილობს რომ საკუთარ თავსაც დააჯეროს და საზოგადოებასაც რომ შეიძლება ქონდეს რაღაც ესეთი გამოსახულებები, ხო? ტატუები, რაღაცა ღრმა აზრებით თითქოს ხვდებით, ხო? ანუ ადამიანს ძალიან უნდა რომ იყოს საინტერესო, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი არის სიცრუეში. არ არის ეს ადამიანი საინტერესო. საბოლოო ჯამში იტანჯება იმ მიჯეჭულობებით, რომლითაც ესეთი ძლიერი ადამიანები და საინტერესო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ, ხო? ესეთი რაღაცა სიბრაზეები აქვს ისეთ ადამიანს, რომელიც ყველა სტანდარტულ მეორე ადამიანს ეკრება, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ამბიცია, რომ იყოს განსაკუთრებული. ხვდებით, ხო? და საბოლოო ჯამში ეშინია, რომ გაუგებენ იმას, რომ ეს ადამიანი არ არის არაფერი განსაკუთრებული და მის უკან არის აბსოლუტური სიცარიელე და ეს ადამიანი განმეორდებით ცდილობს, რომ გარედან მაინც, ვიზუალური მხრიდან მაინც, ფიზიკურად დაანახოს საზოგადოებას, არ ვიცი, ეს იქნება ტატუები, ჩაცმულობა, სტილი, რაღაცა, რაც რეალურად მისი არ არის. მას უნდა რომ ფლობდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ის მისი არ არის. რეალურად ადამიანში არის ძალიან ბევრი შიშები, სიბრაზეები, პროტესტები და სხვათა შორის ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სხვათა შორის ადამიანი ფიქრობს, რომ ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ეშინია მას ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემების. მოკლედ ძალიან ესეთი ტრავმირებული ადამიანი, ახლა ვისაც მე აქ უყურე პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. დიდი სიყვარულით. ველოდებით თქვენს კომენტარებს, ამდენად სინქრონირდით თქვენს არჩეულ ვარიანტთან, მე კი გადავედი ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, ვნახოთ რა ენერგიებში ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რა ხდება მის ცხოვრებაში, სამინების ხმლები. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა არის ძალიან გულნატკენი, ძალიან იმედგაცრუებული. ფიქრებს ვერ უყრის თავს. ადამიანი არის ძალიან დაკარგული ყოველ შემთხვევაში ახლა ის განიცდის ერთგვარ ემოციურ სტაგნაციას და არ გრძნობს თავს კარგად და ბედნიერად. ეს შემიძლია გითხრათ და მოდით ვნახოთ რა შეეხება მისი ეს მდგომარეობა. კვერთხების დედოფალი. ეს ყველაფერი თუ აქ არ აქვს მშობა, ვინ ჩაიფიქრეთ, ადამიანი განიცდის უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იმ სფეროში, რომელსაც ქვია პარტნიორული ურთიერთობა, რომელსაც ქვია საკუთარი თავის რეალიზება, გამოხატვა საკუთარი თავისა, როგორც რეალიზებული ადამიანისა, ბედნიერი ადამიანისა
ადამიანი შეიძლება ერთს აჩვენებდეს, მაგრამ მის რეალობაში ერთადერთი ახლა ის არის, რომ არის საშინლად იმედ გაცრუებული, არაფერი არ უხარი, არაფერი არ მოსწონს, არის უკმაყოფილო და ყოველ შემთხვევაში შეიძლება უპასუხო გრძნობაც იყოს ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრი რომ არ გავაჭიროთ საქმე, როგორც სიტყვიან, ახლა ადამიანი განიცდის ძალიან დიდ დისბალანსს მის პარტნიორულ ურთიერთობებში. თუ ქალი ჩაიფიქრეთ მამაკაცთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, არ არის კმაყოფილი, თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, იგივე ანალოგიური ნამდვილად შემიძლია გითხრათ. უბრალოდ თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, აქ ცოტა სხვა სცენარი არის, შესაძლებელია ქალისგან მოდიოდეს ბევრი მოთხოვნები, ისტერიკები, ღალატით შესაძლებელია, ხომ? და ამაზე არის ძალიან ისეთი იმედგაცრუებული. კარგით, მოდით ვნახოთ რისი ეშინია მეორე ვარიანტი. რისი ეშინია ყველაზე მეტად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. იცი რა არის ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის გონებაში და ცნობიერში თითქოს ყველაფერი რიგზე არ არის. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, მაგრამ შფოთვითი აშლილობები შეიძლება იყოს, ნევროზული ფონი შეიძლება იყოს, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმა და სულ უფრო და უფრო ნეგატიურ ფონს იწევს, ხვდებით ხო? ანუ მისი ნევროზულობა, მისი შფოთვითი აშლილობების შიშები, სხვათა შორის უფრო და უფრო მეტად იზრდება და მას აშინებს ის, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ამ ყველაფერმა რაღაცნაირად ჭკუიდან შეშალოს, გააგიჟოს, გადარიოს. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, რომ იქ სადაც ცხოვრობს ეს ადამიანი და სადაც არის, ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ხო? არ გრძნობს თავს არც ბედნიერად, ადამიანი თავს გრძნობს დანაწევრებულად და ადამიანი თავს გრძნობს ძალიან არეულია. ეხლა ეს ადამიანი, ვისაც მე აქ უყურებ, ძალიან არეულია. რისი გეშინია ახლა ყველაზე მეტად? დრო გადის. მეგობრებო, არ ვიცი, ხა ყველას არ ეხება ეს ალბათ, მაგრამ შესაძლებელია ადამიანს სუიციდალური აზრებიც მოსდიოდეს თავში. იმიტომ რომ აქ ჩანს ძალიან დიდი დაღლა. დრო გადის, მაგრამ არაფერი არ მოდის ისე როგორც მე მინდა, ის არ ხდება როგორც მე მინდა. ადამიანი ვერ სუნთქავს, სუნთქვის პრობლემებია, სხვათა შორის ფილტვები, სუნთქვა, აი ხროტინებს, ადამიანის სუნთქვა შეიძლება წონიდან გამომდინარეც იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანს სუნთქვა უჭირს, ადამიანი ჰაერს ვერ ყლაპავს. და თან საქმე იმაშია, რომ ადამიანი ახლა ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, მისი ძალიან დიდი შიში არის ასევე ის, რომ მას აუცილებლად გადაეხდება სამაგიერო იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. რაღაც ჩაიდინა ადამიანმა, ან ვიღაცით იმანიპულირა, ვიღაცას ეთამაშა, ან ვიღაცას სუდად მოექცა. ადამიანს აქვს ის ფიქრები, რომ აი მე ხა შეიძლება სამყარო მსჯიდეს, ხო? მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ გამოუტყდება ვიღაცა სხვას. ხო, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, მაგრამ მე აქ ძალიან მძიმე სურათს ვხედავ, იმიტომ რომ აქ ადამიანი აქ ნამდვილად ადამიანის სიკვდილის ეშინია. ადამიანს ეშინია სიკვდილის, მაგრამ თან თვითმკვლელობის აზრებიც მოსდის.
როგორი პარადოქსული არა, იცი, თან მე შინია სიკვდილის, მაგრამ თან თვითმკვლელობაზე მეფიქრება, იმიტომ რომ ადამიანს სერიოზული შფოთვითი აშლილობები აქვს, აქ მეორე ვარიანტი, სერიოზული. ყველაფერში ადამიანი ხედავს რაღაცა ნეგატიურს. ეს ჰორმონებით შეიძლება იყოს, სხვათა შორის თუ ქალი ბრძანდება, თუ მამაკაცი არის, რაღაცა არის მის ფსიქიკაში, ესე იგი რიგზი არ არის ნამდვილად. ყველაფერი შეიძლება აქ იყოს, მაგრამ ქალების ნაწილში უფრო მეტად ჰორმონალური დისბალანსი, ნევროზი, რა ვიცი. ხო. შიზა აქ იგრძნობა. კარგი, დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი. რაც არ მინდა ენერგიებში დიდი ხანი გაჩერება და გადავედით ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ მესამე ვარიანტს რისი ეშინია ყველაზე მეტად. მესამე ვარიანტი რისი გეშინია ყველაზე უფრო რა ხდება შენ ცხოვრებაში ახლა. შვიდიანების თასები ხდება მის ცხოვრებაში ახლა და ფრინავს ადამიანი ვინც ახლა ჩაიფიქრეთ, არ ვიცი რაღაცა არა მატერიალურ და ცოტა არარეალურ ფიქრებში ახლა ადამიანი ოცნებობს, ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელია ადამიანი ვინც ახლა ჩაიფიქრეთ არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაში სხვათა შორის, ან მის ცნობიერში იყოს ეს გარკვეული გარღვევა, არაფხიზელი გარღვევა, არასიფხიზლის უბრალოდ. შვიდიანების თასები. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ახლა რაღაცა თავის სამყაროშია, თავის ოცნებებშია, თავის ფიქრებშია, ხატავს გარკვეულ სურათებს, ხატავს თავის გარკვეულ მოლოდინებს, რაც რისი მოლოდინებიც აქვს ადამიანს, კარგი შვიდიანების თასები. რაში გამოიხატება, ვნახოთ, აი ოთხიანების პენტაკლებში გამოიხატება, ექვსიანების თასებში გამოიხატება და ფორტუნას ბორბალში გამოიხატება და ოთხიანების ხმლებში გამოიხატება, ხო? ცით არის ადამიანის ხოთი შორის ფიქრობს წარსულზე და ეს ფიქრი არის საკმაოდ ინტენსიური. ადამიანს შეიძლება რაღაცა წარსულის გაშვება არ უნდადეს და ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ელოდება, რომ ფორტუნას ბორბალი მის, როგორც იტყვიან, მის სასარგებლოდ დატრიალდება და მის მხარეს დატრიალდება, მაგრამ ეს ფორტუნას ბორბალი რატომღაც არ ტრიალდება და არის აბსოლუტურად გაჩერებული ეს ადამიანი, აჩერებს ფორტუნას ბორბალი, მოდი ასე ვთქვათ. მას და არაძლევს საშუალებას, რომ ისევ რაღაცნაირად შეეხოს იმას, რაც უკვე წარსულშია დატოვებული, მაგრამ ადამიანს არ უნდა ამ წარსულის გაშვება, უნდა რომ მიისაკუთროს, თითქოს ელოდება რაღაცა საჭირო სიტუაციას, მდგომარეობას, რომ ისევ მისი გახდეს ეს ოთხიანების პენტაკლები, ხო, ის რაც მისთვის სტაბილური იყო და ჩვეული იყო, ხო, ადამიანი წარსულშია ძალიან ინტენსიურად, მაგრამ ასევე აქვე აჩვენებს, რომ ოთხიანების ხმლები აჩერებს აი ამ ფორტუნას ბორბალს, ხვდებით, ხო? ადამიანი თვითონვე არ ანვითარებს, აჩერებს თავის თავს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც მას არ ეძლევა არაფერი, ხოლო გარდა იმისა, რომ ადამიანი არის გარკვეულ ოცნებებში და ადამიანი არის გარკვეულ ფანტაზიებში და ადამიანი არის წარსულში. ანუ რაც რისი მისაკუთრებაც ამ ადამიანს უნდა ან დაბრუნება, ან მიღება, აჩვენებს, რომ ის წარსულშია უკვე და ამას ვერ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში ფორტუნას ბორბალი ამ შემთხვევაში მის სასარგებლოდ ნამდვილად არ ტრიალებს. კარგით, რისი ეშინია ჩაფიქრებულ ადამიანს? რისი ეშინია ყველაზე მეტად ჩაფიქრებულ ადამიანს? მესამე ვარიანტი. და მე შეშინია, რომ ის გაიგებს და მიიღებს, გაიგებს ისეთ სიურპრიზს, რაც საბოლოო ჯამში ან ისეთ ამბავს გაიგებს, რაც საბოლოო ჯამში საბოლოოდ ყველანაირ კავშირს და ანუ ადამიანს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ წარსულში დაბრუნდეს. ანუ
ადამიანს ეშინია, რომ ის წარსულში ვეღარ დაბრუნდება, რომ ვეღარ მიიღებს იმას, რაც რისი მისაკუთრებაც და რისი მიღებაც მას ძალიან უნდა. რომ ის იქნება განდევნილი. ხვდებით ხომ, რომ ის იქნება რომ სადაც ის გაივლის ყველგან იქნება უარყოფილი, ის იქნება უარყოფილი, მიხვდით ხომ? და ასევე მას ეშინია იმის, რომ ის რასაც რისი დასაკუთრებაც უნდა უკვე სხვამ დაისაკუთრა, ან სხვა დაისაკუთრებს. საინტერესოა, იქ რაღაც მაინტერესებს. რომ წდომა აღარ გექნება იმასთან, ხო, რაც ესე ძალიან გინდა რომ შენი იყოს. რისი გეშინია ყველაზე მეტად? რისი გეშინია ყველაზე მეტად? ხო. ხო. ნახეთ, ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ვეღარ მიიღებს იმას. ვეღარ მიიღებს იმას, რითიც ის სულდმულობდა. ეს იყო მისთვის ელექსირი, ეს იყო მისთვის სასიცოცხლო ენერგია. და ეს სასიცოცხლო ენერგია მას აღარ მიეცემა და გახდება საჭირო, რომ მოხდეს ამ ყველაფრის. ჯერ ადამიანს არ ჯერა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, გაიხლიჩა, დასრულდა. მაგრამ ადამიანის შიში აქვს, რომ ეს მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ეპუება ამ ყველაფერს. არ ეპუება ამ ყველაფერს. სხვათა შორის, ვინც ეს ადამიანი ჩაიფიქრა, ხო, შესაძლებელია ადამიანმა სხვათა შორის მიმართოს ძალიან ცუდ ფსიქოემოციონალურ, არ მინდა ვთქვა ფიზიკურ, მაგრამ მინიმუმ ფსიქიკურ, რაღაც აი ძალა, დობრიობა, არა, აი მანიპულაცია, რაღაცა დაშანტაჟება, ხვდებით ხო, რაღაცა ისეთი, რითაც შეეცდება, რომ აი ნახე წარსული დავიბრუნო, წარსული მდგომარეობა დავიბრუნო იმის ხარჯზე, რომ მე ან დავაშანტაჟებ ვიღაცას, ან ვიმანიპულირებ, ან შევაშინებ ვიღაცას, ხვდებით ხო? იმიტომ რომ ადამიანი თავს გრძნობს ცარიელად, გამომშრალია ადამიანი, მას ჭირდება ამ ყველაფრის დაბრუნება, რაც უკვე წარსულშია. მას უკვე სჭირდება ამის დაბრუნება. ის სტაბილურობის დაბრუნება, რაც მას ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა დაცულობის შეგრძნებას აძლევდა, ხო? ადამიანმა სხვათა შორის შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცაც, რომ ყველაფერი გააკეთოს, აი მუხლებზე დადგეს, ისეთი საქციელები ჩაიდინოს, რაც მას არ ჩვევია, ხვდებით ხო? ან იმანიპულიროს, იძალადოს, ან მუხლებზე დადგეს და ისეთი რაღაცები აკეთოს, რომ აი შეხედავს მეორე ადამიანი და იტყვის ფურა საზიზღრობა, როგორ არ გიხდება, ხო? ან ერთი ან მეორე, ხვდებით ხო? აი იყავი უფრო ღირსეული. ამ ადამიანს არ შეუძლია, რომ ღირსეულად მიიღოს ის სიტუაცია, რაც არის, ხო? ცდილობს, რომ მახინჯურად გააკეთოს ის, რასაც გააკეთებს, ოღონდ ნებისმიერი გზით დაიბრუნოს ის, რაც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და რა არის ეს? ვიღაცა იმპერატორი ქალი, ქალზე აქვს საუბარი. მაგი. ხუთიანების კვერთხები. ვფიქრობ, რომ აქ თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ქალზეა საუბარი, თუ ქალი ჩაიფიქრეთ, აქ ყველაფერს გააკეთებს ადამიანი, ქალი, რომ თავისი პოზიცია დაიჭიროს ისევ იმ ოჯახში, სივრცეში, გარემოში, რეალობაში, სადაც ის წარსულში თავს იმპერატორ ქალად გრძნობდა, რაღაცა ესეთი ინფორმაცია წამოვიდა. მე კი დაგემშვიდობებით, ახლა შემოძვირფასო სამივე ვარიანტი, ველოდებით თქვენს კომენტარებს, დიდი სიყვარული თქვენი ნინა, შეხვედრამდე.